ჩვენ რო გვეუბნებიან რომ 30 წელს შევალთ ევროპაში მაშინ მეც გეკითხით მე პირდებით რომ 2025 წელს თვარეზე გავფრინდებით ყველა და დამელოდეთ ეგრე სად არის სწორედაც რომ ეგრე სად არის თვარეზე ვერ გავფრინდებით 2025 წელს ამაზე ოცნებაც არ ღირს ოცნების პირობებში და თუ კი 2025 წელს პოლიტიკური იზოლაციით გავაგრძელებთ ფინანსურ და ეკონომიკურ იზოლაციამდეც ერთი ნაბიჯი დარჩება თვარემდე კი კიდევ უფრო ბევრი ეს ყველაზე კარგად ესმის თავისუფალ ბიზნესს და სულ უფრო ხმამაღლა საუბრობს მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე მათი განწყობით თუ ვიმსჯელებთ ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე წელიერის ეკონომიკური კრიზისი უპირველესად დაარტყამს ბიზნესის გასაჭირი კი ჯაჭვურად გადაეცემა მოსახლეობას გაუძვირდება პროდუქცია გადასახადები სხვადასხვა მომსახურება ეს კი იმ ქვეყნის ახლო პერსპექტივაა სადაც მოსახლეობის 20%-ზე მეტი სრულ სიღარიბეში ცხოვრობს სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებულთა რიცხვი 700,000 აღწევს სადაც პენსია 35 ლარით იზრდება მაღალჩინოსნების ხელფასი კი განვითარებადი ქვეყნის კვალობაზე ასტრალში გადის. ეკონომიკური კოლაფსის მოახლოებასთან ერთად კი მადაგახსნილი და თავად თვალდახუჭული მთავრობა თვალში ნაცრის შეყრას განაგრძობს, რიცხვებით მანიპულირებს და ისევ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, თანაც 6%-მდე. როგორ და რა მანქანებით არ ვიცით. სავარაუდოდ უნდა დავჯერდეთ თვითგამოცხადებული მთავრობის ბოლოდროინდელ მთავარ დაპირებას, რომ ყველაფერი იქნება კარგად. ვხედავ ჯერჯერობით რომ აღიარება ხდებოდეს ხელისუფლების მხრიდან იმისა, რომ პრობლემებია ეკონომიკაში, იმდენად დიდ რთულ სპირალში შევდივართ, ნებისმიერი სხვა დადებითი მომენტი უბრალოდ წარმოუდგენელი არის ქვეყანაში. რაღაცნაირად უნდა დაინახოს ბიზნესმა, საზოგადოებამ, ეკონომიკურ ჭრილში გულისხმობ ამ შემთხვევაში მხოლოდ და არა პოლიტიკურ ჭრილში, რომ გამოსავლის თუ ესე გაგრძელდა ხელისუფლებას აქვს რაღაც გეგმა, რაღაც რესურსი, რაღაც მოფიქრებული იმისთვის, რომ კი ესე წავა, მაგრამ ჩვენ სამაგიეროდ ამას გავაკეთებთ, გადავაზღოთ მაგალითად ავიდით ბიზნესებს ეკონომიკას შემცირებისგან. ამასაც ვერ ვხედავთ შესაბამისად, რომ ამ ყველაფრის ფონზე ეს განწყობები ბუნებრივია, რომ ბიზნესს აქვს და მოლოდინები აქვს გაუარესებული. როცა ბიზნესი ასეთ პესიმისტურ განწყობაზეა, როგორც მინიმუმ საყურადღებოა და არალეგიტიმური პრემიერ კობახიძის მსგავსად, არ უნდა მივაწეროთ იმას, რომ ბიზნესი პოლიტიკაში იჭრება. თუმცა ის კი ცალსახაა, რომ ბიზნესი ოცნების პოლიტიკის გამო კარგავს შემოსავალს. რაზე მიანიშნებს ის ფაქტორი, თუ კი ეკონომიკური კრიზისის ფონზე ბიზნეს შემოსავალი შეუმცირდება. უპირველესად ბიზნესი გაანახევრებს თანამშრომელთა რაოდენობას. უკეთეს შემთხვევაში კი განიხილება ანაზღაურების შემცირება. ეს კი მაშინ, როცა ქვეყანაში უმუშევრობის დონე 13.8%-ია, დასაქმებულების საერთო რაოდენობის 16.4%-ის თვიური შემოსავალი კი 0-დან 600 ლარამდეა. მიმდინარე წელს აპირებთ თუ არა თანამშრომელთა ზრდას? კითხეთ ჩვენს რესპონდენტებს. რა დასაქმება ბიჭო? ყოველ შეიძლება საერთოდ ვერ გაიღვიძო რა დასაქმება. ვის დავასაქმებ ახლა ვის არა უკვე ხვალ არ ვიცი რა იქნება რა დასაქმებაზეა საუბარი. ერთი ნაწილი განწყობა, მეორე მონაცემები, რაც გვეუბნება მონაცემები. ორივე მათგანი გვეუბნება რომ მონაცემების კუთხით საქართველოში არის კრიზისი, კრიზისის ნიშნები და ასე გაგრძელების შემთხვევაშიც გაღრმავდება და შეიძლება მიიღოთ რეცესია და მეორე მხრივ ბიზნესის განწყობებიც ამას ადასტურებს, რომ ბიზნესს აქვს განწყობა, ანუ მოლოდინი იმისი, რომ მომავალში მისი საქმიანობა შეიძლება იყოს რაღაც შეფერხებული, შეზღუდული, გაზრდა არ ქონდეს და მოუწიოს ასევე თანამშრომლობის გაშლა. რა სცენარი შეიძლება განვითარდეს თუ კი დასაქმების მაჩვენებელი შემცირდება და ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება. ცხადია, ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. გაიზრდება ემიგრაციის მაჩვენებელი. შემცირებული ხელფასის პირობებში კი დამსაქმებელს კიდევ უფრო გაურთულდება კადრების მოძიება, ვინაიდან ქვეყანას სულ უფრო მეტი შრომისუნარიანი ადამიანი დატოვებს. გასულ წელს ქვეყნიდან 265,000-ზე მეტი მოქალაქე უკვე გავიდა. და როდესაც ქვეყანას მოსახლეობა ტოვებს, ერთი შეხედვით ჩნდება განცდა, რომ გაიზრდება ფულადი გადმორიცხვები. თუმცა აქციების, სანქციებისა და გაყინული ევროინტეგრაციის ფონზე ახლა ესეც რისკის ქვეშ დგება. თუ საქართველოს აღმოჩნდა სრულ იზოლაციაში და საბოლოო ჯამში საქართველოში მივიღეთ ძალიან ხისტი ავტოკრატული რეჟიმი, რომელიც კიდევ უფრო უახლოვდება დიქტატურას ვიდრე დემოკრატიას, მზაობა ქართველების საქართველოში გადმორიცხვა თანხების შემცირდება და უფრო გაიზრდება მზაობა საქართველოს მოქალაქეების დატოვონ საქართველოს და ემიგრაციაში წავიდნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს ვიცით, რომ ძალიან ბევრი ქართველი
საქმიანობს უცხოეთში, რიცხავს თანხებს საქართველოში და აქ აფინანსებს საკუთარ ოჯახებს. აი ეს ეგრეთ წოდებული პატერნი, ანუ ეს ფორმა შეიძლება შეიცვალოს. და შესაბამისად ეს წყარო საქართველოში ფულადი სახსრების შემოდინების პირიქით შემცირდეს მიუხედავად შეიძლება ემიგრაციის მაჩვენებლების ზრდისა. არადა სწორედ ემიგრანტთა გზავნილებია უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყარო. გაქცეული ლარის ერთ-ერთი შემაკავებელი გარანტი და ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა. თუმცა 2024 წელი 2023 წელთან შედარებით გზავნილების 19%-იანი შემცირებით დავასრულეთ და ჯამში 3 მილიარდ 400 მილიონი დოლარი მივიღეთ. ნება ძირითადად რუსეთიდან შემცირებულმა გადმორიცხვებმა განაპირობა, რაც უკვე მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტი უკვე ამოიწურა და რას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ვეღარ წაადგება. შევხედოთ სტატისტიკას. თუკი 2022 წელს, ანუ ომის დაწყებისას ქვეყანაში 2 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, 2024 წლისთვის გზავნილი 541 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ოკუპანტი ქვეყნიდან გადმორიცხვა თითქმის უბრუნდება ომამდე არსებულ ნიშნულს. 2021 წელს გზავნილი 411 მილიონი დოლარი იყო. მიუხედავად რუსეთიდან გზავნილების შემცირებისა, 2024 წელს გადმორიცხვა მზარდი იყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საიდანაც 573 მილიონი დოლარი მივიღეთ, 24%-ით მეტი გასულ წელთან შედარებით. იტალიიდან 567 მილიონი დოლარი, ზრდა 8%-ია. 15%-ით 267 მილიონ დოლარამდე გაიზარდა გზავნილი გერმანიიდანაც. ეს სტატისტიკაც მოწმობს, რომ ქვეყნის ეკონომიკის დიდი ნაწილი სწორედ ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით საზრდოობს. მსოფლიო ბანკის მონაცემებითაც, საქართველოს ფულად გზავნილებზე დამოკიდებულ ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ მე-13 ადგილზე რჩება. თუმცა თუ კი იმ რისკებს გავითვალისწინებთ, რაზეც ჩვენი რესპონდენტები საუბრობენ, რჩება განცდა, რომ ფულადი გზავნილების კლების ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება. სავარაუდოა, რომ გზავნილების შემცირდება საინვესტიციოდაც, რაც უპირველესად უძრავი ქონების ბაზარს დაარტყამს. ჩვენთან თუ ამოვარდა ფულადი გზავნილების ელემენტი, რომელიც ამოვარდნა ისიერად არ მოხდება, მაგრამ თუ კლების ტენდენცია გაგრძელდა მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ მასშტაბები შეიძინა, რა თქმა უნდა, ეს სხვა თანაბარ პირობებში უარყოფითად იმოქმედებს გაცვლით კურსზე და შესაბამისად ამის შედეგად საქართველოს უფრო გაღარიბდება, რადგანაც გაცვლითი კურსის შემცირების პირობებში უბრალოდ სიღარიბე რითი გამოიხატება, იმიტომ რომ შენ რა პროდუქტის შეძენის რესურსი გაქვს. შენ უფრო მდიდარი ხარ, თუ გაქვს მეტი რესურსის შეძენის უფლება, შესაძლებლობა. რაც უფრო ნაკლები გარ, მით უფრო ღარიბი ხარ. აქედან გამომდინარე, ეს გამოიწვევს კურსის გაუფასურებას და კურსის გაუფასურება იწვევს საქართველოს როგორც ქვეყნის გაღარიბებას და გაღარიბება აისახება მის მოსახლეობას. ოლიგარქი ივანიშვილის პოლიტიკური ჭაობი ქვეყნის ეკონომიკას უფსკრულისგან რომ მიაქანებს და შემოსავალს ვკარგავთ, ამის დასტურია ტურიზმის ინდუსტრიაც. ეკონომიკის სამინისტროს ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია ოფიციალური სტატისტიკა, რა მოცულობის თანხა მივიღეთ გასულ წელს ტურისტებისგან. სამაგიეროდ გალთენ თაგარტის წინასწარი შეფასებით, დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 10,1%-ით 220 მილიონ დოლარამდე შეგვიმცირდა. მავანი ამას ისევ არ აღიარებენ, რიცხვებით თამაშს კი მთავარ იარაღად იტოვებენ. შემოსავლის ოფიციალური სტატისტიკის გამოქვეყნებამდე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გავიგეთ, რომ საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 5 მილიონს გადააჭარბა, რაც 2023 წელთან შედარებით 9%-ით მეტია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მარიამ ქრივიშვილსაც რომ ჰკითხოთ, წელი წარმატებით დასრულდა და რეკორდული რაოდენობის ტურისტს ვუმასპინძლეთ. მეტი დამაჯერებლობისთვის განაცხადა, რომ თურმე ბაზრების დივერსიფიკაცია მოახერხეს და მაღალმხარჯველი ტურისტები მოიზიდეს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საუდის არაბეთიდან. თუმცა მოდით მარიამ ქრივიშვილს ისევ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკა გავაცნოთ. ოპათეულში ტრადიციისამებრ ევროპის არც ერთი ქვეყანა არ მოხვდა. ლიდერობს რუსეთი 1,421,923 ვიზიტორით. მას მოხვდება თურქეთი, სომხეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ირანი. სტატისტიკაც მოწმობს, რომ ინდუსტრიის რეალობა და განწყობა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან თანხმდრაში ისევ არ მოდის. საითაც მივდივართ და რასაც გვეუბნება ეს რუსული ოცნების წარმომადგენლები, რეალური სურათი ბევრად განსხვავდება ერთმანეთისგან და პერსპექტივა ის, რომ უახლოეს თვეებში რამე
გამოსწორდება ეს წარმოუდგენელია, იმიტომ რომ იმიჯის გაფუჭება, იმიჯის აშენება და ზოგადად რომ ჩამოყალიბდეთ როგორც ჩამოყალიბებულიყავით როგორც კარგ და უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად ძალიან რთულია და ძალიან ბევრი წლები თვლდება, მაგრამ იმიჯის დანგრევა ძალიან მარტივად შეიძლება რამდენიმე მარტივი ფაქტის გამო ეს მთელი მრავალი წლის ნაშენები სტრუქტურა ჩამოიშალოს და ამის წინაშე ვიყავართ ახლა ზუსტად ამის საფრთხის წინაშე. დასასრულს დავუბრუნდეთ დასაწყის. ბიზნესის განწყობა და მოლოდინი მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე კიდევ უფრო უარესდება და გამოსავლის ერთადერთ გზად ხელახალი არჩევნები ესახება. თუმცა, როდესაც ბიზნესი ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ ღიად საუბრობს, უკვე ირონიით აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში შეჭრას არ აპირებს. ეკონომიკური კრიზისის კონტურები კი უკვე რომ ისახება, ამას რიცხვები წადასტურებს. და რას ეუბნება რიცხვები ბიზნესს? დღევანდელი მონაცემებით როგორც ვითარდებით დღევანდელი სიტუაციით 1-30 წელი მოუნდებით რომ რაღაც ნორმალურ ცხოვრებას მივახციო.